ჩვეულებრივია პოლიტიკური სპექტრის ის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა არიან ჩემს სიახლოვეს, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პოზიციაში შემოგთავაზებ. დავიწყებ ლელო საქართველოსდან, ანანა წურშულია ჩემს გვერდით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. შეფასება თქვენი ის რაც მოისმინეთ პრეზიდენტის მხრიდან და უფრო მეტი თუ შეგიძლიათ გითხრათ ახალ პლატფორმაზე, ეს არის წინააღმდეგობის პლატფორმა, თქვენს თუ იქნებით ჩართული და აი ამ მიმართულებით შეგიძლიათ. პირველ რიგში თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს მინდა მივულოთ 31 მარტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა უთხრეს დიახ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. და ძალიან მძიმეა იმის ნახვა, რომ დღეს მიუხედავად ამდენი ბრძოლისა და შრომისა, რომელიც თაობებმა გასწიეს, კვლავ დასაცავი გვაქვს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, მაგრამ ამაყივარ ყველა იმ ადამიანით, რომელიც აქ დგას, უამრავი ადამიანი, რომელიც ფიზიკურად ვერ ახერხებს რუსთაველზე, მაგრამ რუსთაველზე არის მთელი თავისი სულისკვეთებით და განწყობით და ეს არის ქვეყნის სიყვარული, ითხოვს ყოველდღიურ თავდადებას და შრომას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება ყოველდღიურად აჩვენებს მედეგობას, გამძლეობას, ბრძოლის უნარს, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ძალიან სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, მაგრამ საამაყოა, რომ ხალხი ამას არ ეგუება. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, ჩვენ ლელო პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთიანი პლატფორმის შექმნა და პასუხისმგებლობით და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით შეკავშირება პოლიტიკური აქტორების და სამოქალაქო საზოგადოების. საწყენია, რომ აქამდე ეს ვერ მოხერხდა. მე არ მინდა შევიდე დეტალებში, ყველა თავად გაანალიზებს ამას, ხელის გულზედებს პროცესი, მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო აღმატებული და მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნება და არ ვიცი რამ შეიძლება დღეს ადამიანები დააბრკოლოს და თავისი პარტიული თუ პირადი დღის წესრიგი დააყენოს ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა მე ამას ვერ ვიგებ. არ ვიღებ ასეთ დამოკიდებულებას, ჩვენი დამოკიდებულება, ჩემი დამოკიდებულება ნათელია და მინდა რომ მალე ვიხილო გადალახული ყველაფერი ის რაც განგვასხვავებს და სხვადასხვა გვაქვს, ეს გასაგებია, მაგრამ დღეს ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის გადასარჩენი და მნიშვნელოვანია ერთიანი პლატფორმა. მადლობა, ერთიანი პლატფორმა არის მნიშვნელოვანი. ამაზე ამახვილებდა დღეს პრეზიდენტის ყურადღებას. ასევე ვხედავ ლევან ცუცქირიძესაც, რომელთანაც გადავაკეთეთ თავისუფლების მოედანი. გამარჯობა. კითხავთ თქვენს გამოსვლიდან, თქვენთვის მნიშვნელოვანი რაც იყო და კითხავთ პლატფორმაზე, რომელიც დაანონსა სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმა. რა ფორმით იქნებით? მე ვფიქრობ, რომ და მჯერა იმის, რომ ნებისმიერი სახის კოორდინაცია იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც არიან ამ ბრძოლაში ჩართული, არის აუცილებელი და ჩემ ვალდებულებასაც ვგზნობ. ამიტომ ყველანაირი პლატფორმა, რომელიც იქნება, ყველა შევერთებით, რომელსაც ექნება ის მიზანი, რომ დაიცვას საქართველო და დაიცვას დემოკრატია და თავისუფლება ამ ქვეყანაში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის, ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის სოლიდარობა კიდე ერთხელ გვეჩვენებინა, განგვეახლებინა ჩვენი პირობა და გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვაჩერებთ ამ ბრძოლას და ვაგრძელებთ. დანარჩენი ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალა და გულწრფელია საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ჩვენ მათ ყველას გავუწვდით ხელს. მადლობა. ასევე ვხედავთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც გია ბარამიძეა. მოგესალმებით ბატონ გია. თქვენს კითხავთ დღევანდელი გამოსვლიდან, თქვენთვის მნიშვნელოვანი რა იყო და რა ფორმით იქნება ნაციონალური მოძრაობა ჩართული ახალ წინააღმდეგობის პლატფორმაში, რომელზეც დღეს ისაუბრა სალომე ზურაბიშვილი. გულწრფელად გითხრათ, ახალი ვერაფერი ვერ მოვისმინე, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო და იქნება ერთიანობის მომხრე. სამწუხაროა ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ ერთიანობის იდეა ვიღაცის თურმე შემოგდებული ყოფილა, რასაც რა თქმა უნდა კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ დავანებოთ თავი ამ ფორმულირებას. ჩვენ
პატივცემთ ყველას აზრს, ჩვენ პატივცემთ ყველას ამომრჩეველს, მათ შორის ქალბატონი სალომეს ამომრჩეველსაც, მას თავისი ნიშა აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ მოველოდით, რომ ქალბატონი სალომე ერთგვარად ულიდერებდა, მაგრამ ლიდერი ვერ იქნება ის ადამიანი, რომელიც თავის თანამებრძოლებს არცემს პატივს და საერთოდ ქალბატონი სალომე ნაციონალურ მოძრაობას ჩვენს მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად თulis თუ არა ვერ გავიგეთ. უпростоრად სამწუხაროდ გავიგეთ, სწორად რო გითხრათ, არ თulis. და როდესაც ლიდერი თავის იმ ადამიანებს არცემს პატივს, ვისაც უნდა ილიდეროს, ვერ იქნება ლიდერი. როგორ აპირებთ მაშინ შემდგომ ურთიერთობას? ამიტომ ჩვენ ვიურთიერთობთ ყველასთან ინდივიდუალურად. ჩვენ არ ვიქნებით რაიმე პოზიტიურის, რაიმე ერთიანობის ნიშანწყალი, სადაც რაიმე ოდნავ მაინც ბრძოლა იქნება ამ მოღალატურ კრიმინალურ რეჟიმთან, საქართველოსთვის ბრძოლა იქნება, ჩვენ არაფერს არ გამოვეთიშებით. ჩვენ არაფერს არ გავაფუჭებთ. იყო სუსის მიერ გავრცელებული ისიც კი იყო ხმები, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობა აპირებდა სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ობსტრუქციას, რომ თითქოს ვიღაცას უნდა ნაციონალურ მოძრაობას უნდა ეყვირა ან ლაზერები მიენათებია, ხო? ეს ჩვეულებრივად სუსის მცდელობა, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე გადმოიტანონ ისრები და ისევ ნაციონალურ მოძრაობა დაადანაშაულონ და თან ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როცა ამ მოღალატეთა კომისიაში ჯერ საქართველოს ღალატობენ და მთავარი ეგ არის და როგორც თამდევი პროცესი, ასევე ნაციონალური მოძრაობის გაუქმება უნდა და ამ ვითარებაში ველოდით, როცა ამ კომისიაზე ვლაპარაკობთ ქალბატონი სალომესგან, იმის თქმას, რომ ხალხო მაპატიეთ, ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა არის საქართველოს დადანაშაულება ომში. მაპატიეთ მე რომ ისევ თქვი, როგორც თქვი, რომ საქართველოს დაიწყო ომი. მაპატიეთ, რომ ის წიგნი დავწერე, რომელიც გამოიყენა რუსეთმა საქართველოს საწინააღმდეგოდ სტრასბურგში. რა ვიცი, ეს ნორმალურია თუ გინდა რომ ამ პატრიოტულ საზოგადოებას წინ გაუძღვე, უშეცდომო არავინ არა ვარ, თუმცა ეს მე ჩვეულებრივ შეცდომად არ მიმაჩნია, მაგრამ ეს მაინც ხო უნდა თქვა, რომ შევწდი, მაპატიეთ, ბოდიშს ვიხდი და ახლა ერთად ვიბრძოლოთ, მით უმეტეს კიდევ ერთხელ მომობ, როცა ყველა კარგად ხედავს, რომ ახლა მთავარი ამოცანა რუსეთის არის, რუსეთის გამართლება და საქართველოს დადანაშაულება. ამიტომ დასასრულს ვიტყვი, რომ ძალა ერთობაშია, არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ერთად იბრძოლოს და ეს კრიმინალური რუსული მოღალატური რეჟიმი ხელისუფლებიდან ჩამოვაცილოთ ერთად. მადლობა. ასეთია განწყობა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილში, რომელსაც ისმენდით და რომელსაც უსმენდნენ აქ მყოფი ადამიანები, პოლიტიკოსები, რაც შეეხება აქციის 124 დღეს რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდგომაც გრძელდება და აქციის მონაწილეების მოთხოვნები არის უცვლელი ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.